არალეგიტიმური ხელისუფლება კი იმ საჯარო მოხელეების საკადრო წმენდას შეუდგა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას და გმობენ საკუთარ მოქალაქეებზე პოლიციის ზღვარ გადასულ ძალადობას. არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ რეპრესიულ კანონზე ხელმოწერიდან მეორე დღესვე მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 100 მეტი თანამშრომელი გაუშვეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას და გაემიჯნენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაეჩერებინა ევროინტეგრაცია. რეესტრი თავს იმართლებს იმით, რომ ამ ადამიანებთან დროებითი კონტრაქტები იყო გაფორმებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე დღეა ძალაშია შესული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას საჯარო უწყებებში პოლიტიკური რეპრესიებისთვის ხელფეხს უხსნის და თანამშრომლების გაშვებას უკიდურესად ამარტივებს. მარიამ ელიბაშვილი გვერდება ამ თემით და მოგუყვება, როგორ გრძელდება რეპრესიები საჯარო უწყებებში. მარიამ, გისმენთ. მიშა, თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ მთავარ მარხვა მოიპოვა საჯარო რეესტრის შიდა ჩატის ჩანაწერი, სადაც თანამშრომლები საუბრობენ იმაზე, ვის დაურეკეს მათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამ ჩატში უშუალოდ იმყოფებიან დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა აქტიურად დაიწყეს ამ საკითხზე საუბარი, მათ ჩატი მაშინვე დაატოვებინეს. რაც შეეხება საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს, საჯარო რეესტრიდან დღეს 100-მდე ადამიანი გაათავისუფლეს. 100 ადამიანი ფაქტობრივად არის პეტიციის ხელმომწერი იმ პეტიციის, რომელიც ემიჯნება ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოლიტიკას და ირაკლი კობახიძეს განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ აჩერებდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომლებსაც, რომლებიც ამბობენ იმას, რომ მას შემდეგ, რაც მათ კაფიოდ აზრის პოზიციონირება გადაწყვიტეს თუნდაც საჯაროდ, მაშინვე მიმდინარეობდა მათზე რეპრესიები და აწარმოებდნენ მასზე, ასე ვთქვათ, დაშინების კამპანიას. სწორედ ამის შემდეგ მოულოდნელად მეილის საშუალებით გაარკვიეს მათ, რომ საჯარო რეესტრიდან იყვნენ გათავისუფლებული. ბუნებრივია, ჩვენ კითხვები ქონდა საჯარო რეესტრთანაც, ვესაუბრეთ მათ წარმომადგენელს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათ, ვისაც დაიგზავნოთ მეილზე გათავისუფლების შესახებ ცნობები, გადაწყვეტილება ყველას შეუწყდა სამსახურეობრივი ვადა. ამის გამო ისინი გათავისუფლდნენ სამსახურებიდან, როგორც ისინი ამბობენ, ყველა ინფორმირებული იყო გათავისუფლებული პირი იმის შესახებ, რომ მათ უწყდებოდათ უფლებამოსილება საჯარო რეესტრში, თუმცა საპირისპიროს აფიქსირებენ გათავისუფლებული ადამიანები და საუბრობენ იმ რეპრესიებზე, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლება საჯარო უწყებებში ახორციელებს. მომილოცეს ახალი წელი და მეილზე მაცნობეს, რომ აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, მე ამას უკავშირებ იმ პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 28-ში. მე მინდა მოუწოდო საჯარო რეესტრში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსაც დადგნენ ჩვენს გვერდით და გაიფიცნონ. აქვე მინდა მოუწოდო საფინანსო სტრუქტურებს გვერდში დაუდგნენ ამ ადამიანებს. აუცილებლად ვაპირებთ, რომ შეუერთდეთ პროტესტს. ეს არის რეპრესიები, რომელიც დაანონსდა არალეგიტიმური მთავრობის მიერ. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პრეზიდენტი. ძირითადი დასაბუთება ის არის, რომ რატომღაც სამსახურს აღარ ჭირდება კადრები, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ დაახლოებით 1 თვის წინ გამოაცხადეს ახალი კადრების მიღება. ეს სრულიად გაუმართლებელია და უკავშირდება დიახ სწორედ იმ პოლიტიკურ ნიშანს და დისკრიმინაციას ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით ვიდავებთ, ეს იქნება შრომის ინსპექცია, ეს იქნება სახალხო დამცველი თუ ეს იქნება სასამართლო და დღეს რა თქმა უნდა 31-ში ვიქნებით რუსთაველს. თითოეულ მათგანს განემარტა მიზეზი, რატომ მოხდა ხელშეკრულების აღარ გაგრძელება. ეს ყველა ადამიანი იყო ჩართული სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში და სამუშაოებში, შესაბამისად თხადია, რომ ოპტიმიზაცია სამუშაოების შესაბამისად საჭირო იყო. თავი სამუშაოები დასრულებულია. სისტემური რეგისტრაცია დამთავრდა, უბრალოდ 1 წელი გაგრძელდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამუშაოები, რომელიც ძალიან მცირე დარჩენილი იყო, უნდა დაგვესრულებინა. შესაბამისად პირველ წელს რა რაოდენობის ხალხიც იყო საჭირო, წელს როცა 20 და 10% არის დარჩენილი, ხო იგივე რაოდენობა ფიზიკურად არ იქნებოდა საჭირო. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომ საჯარო უწყებიდან ათავისუფლებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ 10 წლიანი გამოცდილება საჯარო უწყებაში მუშაობის. ამ შემთხვევაშიც თავს იმართლებს საჯარო რეესტრი და ამბობს იმას, რომ მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ 6 თვიანი, რომელსაც დებს საჯარო რეესტრი საკუთარ თანამშრომლებთან, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს და ამბობენ იმას, რომ 30 თვის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებას ვადა არ გაუგრძელდა, ის მუდმივ ხელშეკრულებად ითვლება, შესაბამისად
შესაბამისად ისინი იყვნენ მუდმივი თანამშრომლები და რატომღაც საეჭვოა ის განცხადება, რაც კეთდება საჯარო რეესტრიდან, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ ამოეწურათ ვადა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ დაიწყეს საკუთარი აზრის პოზიციონირება და მკაფიოდ აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, ისინი ამბობენ და აცხადებენ იმას, რომ ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება არის ჩამოშლის პირას, მათ ყველაზე მეტად ეშინიათ საჯარო მოხელეების და მათი პროტესტი, სწორედ ამიტომ ისინი იღებენ რეპრესიულ გადაწყვეტილებებს. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის ამზადებს კონკრეტულ დასკვნებს, სადაც იდენტიფიცირებულები იქნებიან ყველა ის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებიც იღებენ უკანონო გადაწყვეტილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის ამ მონაცემებს გადასცემს საერთაშორისო პარტნიორებს და მიაწვდის დეტალურად იმ ინფორმაციას, რა კანონდარღვევებიც ბოლო პერიოდში საქართველოში და საჯარო უწყებებში ხდება. რომ წინააღმდეგობა არის საჯარო სამსახურში, ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად ამ ადამიანების ეშინია ქართულ ოცნებას. ამიტომ არის ზუსტად ეს რეპრესიული ღონისძიებები მათ რო დაიწყეს. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ყველას ვერ გაუშვებენ სამსახურიდან და უმრავლესობა საჯარო სამსახურში არიან ღირსეული ადამიანები, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ მათ, რომ არ დაწერონ განცხადებები წასვლაზე, თუ ისინი გაათავისუფლონ, თუ მათ გაათავისუფლებენ, მოგმართონ ჩვენ, აუცილებლად მაშინვე მოგმართონ ჩვენ და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს. გავაკეთებთ იდენტიფიკაციას იმ ხელმძღვანელების, რომლებიც უკანონოდ უშვებენ თანამშრომლებს სამსახურებიდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან რუსული რეჟიმის მომხრეები და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც მივაწვდით ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ეს ადამიანები ჩადიან უკანონობას. ადგილი გვაქვს ისეთ მნიშვნელოვანი უფლების დარღვევასთან, როგორც არის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. გათავისუფლებულთა ნაწილი არიან საჯარო მოხელეები, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას და ეს არ არის უბრალოდ რიგითი უფლება. ნაწილ ამ ადამიანებს უშვებენ ადიანი ხელშეკრულების გამო, ეს მარტივი არ არის აქ ამბავი. თუ ეს ადამიანები დასაქმებული არიან არა როგორც საჯარო მოხელეები, არამედ როგორც შრომითი კოდექსით დასაქმებული ადამიანები, შრომითი ხელშეკრულებით. შრომითი კოდექსი ამბობს, რომ 30 თვის შემდეგ ეს ადამიანი არის უადოდ დასაქმებული. სახეზეა პოლიტიკური შეხედულების გამო, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო ამ ადამიანების დევნა. ქართული ოცნება არ ღვევს კონსტიტუციას, თუმცა კონსტიტუციას იცავენ საჯარო მოხელეებიც, მათ შორის ისინი დღეს აპირებენ 31 დეკემბერს სახელმწიფო ჯადოსნურ საპროტესტო ღამეს შეუერთდნენ და საკუთარი მოთხოვნები ბოლომდე გააჟღერონ და ბუნებრივია მოითხოვენ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები და საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენება.